ვერძი. ენერგიული კვირაა, სასურველია საქმიან და ფიზიკურ აქტივობაში დატვირთო თავი. ფინანსურად პოზიტიური ცვლილება მოსალოდნელია. პირადში საჭიროა მეტი სითბო და თავშეკავება. კურო. პირად ურთიერთობებში მეტი ქარიზმა და მიმზიდველობა გექნება. შესაძლებელია ძველი გრძნობის დაბრუნება. სამუშაოში ნუ გაჩერდები, ახალი პროექტები შენს სასარგებლოდ იმუშავებს. ტყუპები. ინფორმაციისა და კონტაქტების ოდენობა გაიზრდება. ეს კვირა ძალიან კომუნიკაციურია. კარიერაში იღბლიანი შესაძლებლობა გამოჩნდება, ხოლო სიყვარულში გულწრფელი საუბარი გარდამტეხი აღმოჩნდება. კირჩხიბი, ოჯახთან დაკავშირებული საკითხები მთავარ ადგილზე იქნება. ემოციური უსაფრთხოების შექმნა გადამწყვეტია. ფინანსურად ფრთხილად მოიქეცი. დიდი რისკის დრო არაა. ლომი. საზოგადოებაში თავი განსაკუთრებულად გექნება დამკვიდრებული. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდები, განსაკუთრებით კარიერაში. სასიყვარულო ურთიერთობები შეიძლება მეტად რომანტიკული გახდეს. ქალწული. მზისა და მერკურის კომბინაცია შენს სასარგებლოდ მუშაობს. იდეების რეალიზების დროა. ფინანსურ საკითხებში კარგი გადაწყვეტილებები მიიღება. ჯანმრთელობაზე მეტი ზრუნვა დაგჭირდება. სასწორი. ვენერასა და მარსის გავლენით კვირა ემოციური და სასიყვარულო იქნება. შესაძლებელია ახალი რომანტიკული კავშირი ან არსებული ურთიერთობის გაღრმავება. კარიერაში მეტი მოთმინება გამოიჩინე. მორიელი. ინტუიცია და შინაგანი ძალა დაგეხმარება რთულ სიტუაციებში. ამ კვირაში ფინანსურ მხარეს ყურადღება უნდა მიაქციო. პირადში ძლიერი ემოციები მოგაყოლებს ცვლილებებს. შვილდოსანი. გართობისა და აქტიურობის სურვილი დაგეუფლება. შეიძლება მოგზაურობა ან საინტერესო თავგადასავალი დაგეგმო. პარტნიორული ურთიერთობები პოზიტიურად განვითარდება. თხის რქა. სამუშაოში ბევრი დატვირთვა მოსალოდნელი. შედეგიც კარგი იქნება, თუ სწორად გადაანაწილებ დროს. პირადში საჭიროა მეტი გახსნილობა. ოჯახური საკითხები უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. მერწყული. ეს კვირა შემოქმედებითი ინსპირაციისაა. შეგიძლია ახალი იდეები წარმოაჩინო. სიყვარულში მეტად გულწრფელი უნდა იყო, რადგან ახლა ნათქვამ სიტყვას დიდი მნიშვნელობა ექნება. თევზები. საკუთარ შინაგან სამყაროსთან მეტი კონტაქტი გექნება. კარგი დროა შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად. ფინანსურად პოზიტიური წინსვლა მოსალოდნელია, თუმცა ხარჯებში ზომიერება გმართებს.